პირველი პოლიტიკური შეფასება არის, რომ კიდევ კარგი, რომ ეს ცდელობა, ესე ვთქვათ, კომუნიკაციის არსებობს, ხო? იმიტომ რომ ისინი სახელმწიფოსთან არა ოცნებას და არამედ ჩვენი პარტნიორები საქართველოს სახელმწიფოსთან ინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ინტერესი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არსებობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების. ეხლა თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ ახლა ადმინისტრაციის ცვლილებების შემდეგ გარკვეული პერიოდი სჭირდება ხოლმე პოლიტიკის განსაზღვრას, ხო? ახალი ადმინისტრაციისა. მით უმეტეს ამ პირობებში, რა პირობებშიც ადმინისტრაცია თეთრ სახლში შეიცვალა და როდესაც გლობალურად და რეგიონში ამდენი რამ ხდება, დროში უფრო მეტი დრო დასჭირდა ამ ყველაფრის ესე ვთქვათ განსაზღვრას და ესე ვთქვათ რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას. მაგრამ ნუ ფაქტი არის, რომ რაღაც სიახლეები არსებობს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მცდელობები და კომუნიკაციის ეს მცდელობები დადებითად უნდა შეფასდეს ქართველი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ თავარი არის ესე ვთქვათ შინაარსი, რაზე მოუწევს ოცნებას საუბარი, მე სპეციალურად არ ვამბობ ხელისუფლებას, არამედ ვამბობ პარტია ოცნებას, რაზე მოუწევს საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ეხლა მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ საელჩო არ არის და ქალბატონი დანიგანი ამ შემთხვევაში ან ნებისმიერ სახელმწიფოს ელჩი არ არის მისი პერსონალური პოზიციის გამხმოვანებელი, ხო? არამედ ის არის წარმომადგენელი სახელმწიფო დეპარტამენტის ამ შემთხვევაში მათ შორის თეთრი სახლის. ამიტომ ელჩი დანიგანის გზავნილები და ის თუ ელჩი დანიგანი რაზე სურს რომ ესაუბროს ამ შემთხვევაში ივანიშვილს და ეს კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტი ალბათ ამაზეც ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა ამის შინაარსი ოცნებისთვის როგორც ჩანს მისაღები არ არის და ვერ იქნება. ხო და ეს ახლა რისი მომტანია ეს რაღაცა დამალობანა, ხო? როდენმე შეიძლება რომ დაიმალო ამ გზავნილს, ან რა სიგნალია საერთოდ რომ მე არ მოვისმენ იმას, როგორ შეიძლება ჯერ როგორ აფასებთ მიმდინარე ამბავს და როგორ შეიძლება განიმუხტოთ, რომ ვიცი რომ ჩემთვის უსიამოვნო რამეს მოვისმენ. აი რა უცნაური ამბავია ნამდვილად. მოვისმენ. კი. ანუ პირველი ხა არაადეკვატურობა ეს ხო გამოდიოდა და ამბობდე რომ ჯერ ეგეთი ადამიანურ დონეზე არაადეკვატურობაა პოლიტიკა როგორზე გადავდოთ ადამიანი რომ გამოდიხარ და ამბობ რომ მე ყოველთვის ყველაფერში მართალი ვარ და ყველა ვინც მე მეწინააღმდეგება ან აგენტია ან დიპსტეიტია ან მოღალატეა ან მტერია და 1000 უბედურება ეს პერსონალურ დონეზე ადამიანურ დონეზეც არაადეკვატურობას ნიშნავს და პოლიტიკაში მით უფრო ეს ერთი მეორე მნიშვნელოვანი მდგენელი ირაკლი საზოგადოებას გავახსენებ არის რომ მიუხედავად იმისა რომ ოცნებამ რა არ გააკეთა უბრალოდ რამდენი რამ გააფუჭა ის საკუთარ ამომრჩეველს ყოველთვის ჰპირდებოდა და ჰპირდება რომ მე მაინც დავალაგებ ევროპასთან და ამერიკასთან განსაკუთრებით ამერიკაზე აკეთებდნენ ხოლმე ხო აქცენტ 20 იანვარს აკეთებდნენ ხოლმე 20 იანვარზე აკეთებდნენ ხოლმე აქცენტს ეს რატო სჭირდება ოცნებას? ოცნებას სჭირდება ეს პროპაგანდა და სჭირდებოდა ეს პროპაგანდა იმისთვის, რომ ოცნების ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილიც ასევე საკუთარი შვილის მომავალს ცივილურ სამყაროს უკავშირებს, ხო? ანუ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას უკავშირებს. ამიტომ იყო საარჩევნო ლოზუნგიც, რომ ამას ეფუძნებოდა, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენო, იმიტომ რომ ევროპული გზავნილის გარეშე ოცნებას საკუთარ ამორჩეველთან უჭირს რაღაცეების გამართლება, ესე ვთქვათ. მე ამაზე დააშენეს ახალი გზავნილი, რომ აი მოვა 20 იანვარი და ტრამპი როგორც იტყვის, ისე იქნება. ეს იყო პირველ რიგში ერთგვარი დაპირება და გზავნილი საკუთარი ამორჩევლის მისამართით. მე გვახსოვს დროში რომ გაიწელა ეს ასე ვთქვათ ტრამპი როგორც იტყვის ისე იქნება მათ რომ გაეწელათ დროში და ვერაფერი ვერ დაალაგეს ხო ხან დავითაშვილი გააგზავნეს და ხან ვერ გააგზავნეს და ხან როგორც წადეს და ხან ლობისტები და ხან ის და ხან ეს რომ ვერ დაალაგეს ამდენი თვის მიუხედავად მაინც რაღაცნაირად ებღაუჭებოდნენ რაღაცა პატარ-პატარა რაღაცა ნიუსებს და ნუ საბოლოო ჯამში ვიხილეთ დღეს ივანიშვილის განცხადება რომელიც იყო, რა ვიცი, ამაზე უკეთესი აღიარება რა შეიძლება მოვისმინოთ. ადამიანი გამოვიდა და თქვა, უბრალოდ არ გამოვიდა, დაწერა, რომ ფული არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი სიტყვით რომ წაიკითხოთ ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო ფული, ფულს, ფულით, ანუ ფული არისო ჩემთვის პრიორიტეტი და პირდაპირ ამას წერს.
თქვენ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ირაკლი, აბა რაღაც მის პერსონალურ მაგალითად კრედიტსვისთან დავას ეხებოდეს ეს ყველაფერი. მთელი ოცნება ხო დაალაგდებოდა და ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შედგება. ანა, ეხლა თქვენ რა რეალობასაც აღწერთ. მაგრამ როცა სახელმწიფოს დიახ. რა ჩიხურ მდგომარეობას აღწერთ, ხო? აი მე მაგრამ როცა სახელმწიფოს ეხება საქმე, აი საქართველოს როცა ეხება საქმე, საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის თვალსაზრისით, აი როცა ამაზე მიდგება საქმე. მე ხედავთ ესეთ აღიარებით ჩვენებებს და წერილებს, რომ ფული აქვს მთავარი თურმე. კიდევ ერთხელ აღწერთ ჩიხურ მდგომარეობას, საიდანაც გამოსავალია საპოვნი. აი დღეს გაგებული ამბებიდან გამომდინარე, რაც დღეს მოვისმინეთ. გინდათ საკადრო ცვლილება, ამაზე უფრო დეტალურად გითხავთ, მაგრამ აი რასაც ივანიშვილი აკეთებს, ხო? რა ოპტიკური ილუზიის შექმნაც უნდა, კი ბატონო, თქვათ ასე შევხედოთ. რა შეიძლება იყოს ამაზე რეაქცია, რა შეიძლება იყოს ამ ჩიხიდან გამოსავალი? მე მგონია რომ ეს პროცესი აი საინტერესო ახალ ეტაპზე გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით და ჯერ არ არის ბოლომდე ჩიხამდე მისული. იმიტომ რომ ეს კომუნიკაცია ყოველ შემთხვევაში საჯაროდ აქ სოციალურ დიპლომატიურად ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო ირაკლი ალბათ დამეთანხმები პერსონალურადაც რომ საერთოდ უკვე საჯაროდ გამოვიდა და საჯაროდ თქვა რომ 22 მაისი იყო მოთხოვნილი, ხო ეს შეხვედრა. აქ პოლიტიკური გზავნილი ერთი ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ საელჩომ ეს განცხადება გააკეთა, ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, რომ საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ, ეს არის ყურადღებები და მეორე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი არის პირდაპირ რომ კი, მე ივანიშვილს აღუქვამ მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებად და იგივე ეს კობახიძე იქნება თუნები რა აზრია, ხო? პირობითად ვამბობ, კობახიძესთან საუბარს რა აზრია. ხო, არა, ეს მნიშვნელოვანი აღიარება უნდა ვაღიაროთ, ეს დიდი ხანია მოხდა ხა, აი მაკრონმა თავზე ივანიშვილს დაურეკა პირდაპირ, ხო? აი ეს რაღაცა სიხარბე და შეერთებული შტატების მხრიდან განსაკუთრებით. კი. შეერთებული შტატების მხრიდანაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამას. ამიტომ ჩემი აზრით და ჩვენი აზრით საინტერესო პროცესი დაიწყო. ეხლა ვინმეს თუ აქვს იმისი მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ აი წეღან რომ ვახსენე და ამას ხსნიდი, რომ ოცნებას საკუთარი ამომრჩევლისთვის სჭირდება აი ეს ნარატივი, გზავნილები და პროპაგანდა, რომ მე მაინც დავალაგებ, ოცნებისთვის შემაკავებელი რა არის? ოცნებისთვის შემაკავებელი მე და თქვენ კი არ ვართ პირობითად, რომლებიც გაცხადებულად ვართ მის ოპოზიციაში, თქვენ უფრო დიდი ხანია შედარებით ნაკლები პერიოდია. ეს კი არ არის ოცნებისთვის რამის განსაზღვრელი. საკუთარი ამომრჩეველია. აი მაგალითად ირაკლი რო გავიხსენოთ, აი დეკემბერი, იანვრის, ნოემბრის პერიოდი იყო ყველაზე მძიმე პროტესტისთვის, ხო, როდესაც ძალადობაზე გადავიდა. და მე ეს ძალადობა ჯარიმით, ესე ვთქვათ, ძალადობის кейსები სამწუხაროდ კიდე გრძელდება და გაგრძელდება, მაგრამ აი ეს მასობრივად ძალადობა რომ ჯარიმებით ჩაანაცვლა, თქვენი აზრით ეს რატო გააკეთა? მე გეტყვით ჩემს აზრს, რაშიც 100% ვარ დარწმუნებული. ეს არის საკუთარი ამომრჩეველი. იმიტომ რომ საკუთარ ამომრჩეველთან მორალურ უპირატესობას ბჭალებში წინა ხელისუფლებასთან შედარებით ხო ძალადობის ხარისხით ამტკიცებდა, რომ აი მე კი იდეალური აცმი არ ვარო, მაგრამ ისე ხო არ ძალადობო, როგორც წინა ძალადობდა, აი ამ ნარატივს დაეჯახა თვითონ, ამ ძალადობას ვეღარ უმართლებდა ბოდის ვიხდი ტერმინისთვის, ვეღარ უправებდა საკუთარ ამომრჩეველს. ამიტომ მე ადგა და ეს სისტემური ძალადობა, სისტემურზე ვამბობ, აი მიტინგის დაშლის ძალადობა, ჩაანაცვლა ჯარიმით, ანუ ფინანსურ ძალადობაზე გადავიდა. ამის მიზეზიც ხო რეალურად საკუთარი ამომრჩეველი იყო. ამიტომ კრიტიკული 10-15% ოცნების ამომრჩეველი, რომელიც ალბათ დამეთანხმებით ირაკლი, რომ ოცნების ამომრჩევლის სრული ნაწილი ხო პრორუსი ვერ იქნება ფიზიკურად, ხო? ანუ მათი ღმერთმა დაგვიფაროს, სუდად ყოფილა ჩვენი საქმე ესე თუ არის და ღმერთმა დაგვიფაროს. ამიტომ ამბობ, ნახეთ, ამ ხალხზე გასვლა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც, მით უმეტეს ჩვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ეს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში გვისმენდა და ჩვენ მათთვის უცხო არ ვართ. ანუ პერსონალურად ჩვენი გუნდისთვის ამ ხალხთან ლაპარაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ოცნების საწინააღმდეგოდ ამის გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დაახლოებით ალბათ 10%-ია, 12%-ია, რომელიც უნდა მოწყდეს უხეშად რო ვთქვათ, ოცნებას. ამ ხალხმა უნდა დაინახას, რომ გამორიცხულია, ვერ მიგიყვანთ
რა ღირსება, რა მშვიდობა, რა კეთილდღეობა, 25 ოჯახი დიდრდება და ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან. გამორიცხულია ამ პირობებში, ან ვინმესთან დაალაგდნენ, ან ევროპაში მიიყვანონ ეს ქვეყანა. ამიტომ რეალურად ახლა გადამწყვეტი არის ოცნების ეს კრიტიკული ამომრჩეველი, კრიტიკული ნაწილი ოცნებისა.